აი ყოფილა შემთხვევები, რომ ზოგიერთი ბავშვი თქვენგანიც სამწუხაროდ მათ შორის ყოფილა, რომ აი აქ მოდის, აქ რაღაცა ფურცლის ნაგლეცი იპოვის და მთელი ერთი კვირის თუ რამ არ მოსწონდა თავის თავში უნდა რომ აქ ჩამოწეროს. ეგ თავის მოტყუებაა ბავშვი, ეგ აღსარება არ არის. აღსარება იცი რა არის? აი დღის ბოლოს შესაყვარებ ტელეფონს რო გადადებ და იმ ფურცელს მოიმარჯვებ და დაფიქრდები, ნეტა მე დღეს რამე ხო არ გავაკეთე ისეთი, რაც ღვთისმცნებას არ მიესადაგებოდა. და გაიხსენებ დილიდან საღამომდე, როგორ გაატარე ის დღე, როგორ ესაუბრე ადამიანებს, როგორ მოეკეცი ადამიანებს, როგორ იფიქრე ადამიანებზე. და თუ რამე არ მოგეწონება შენს თავში, ანუ თუ ვინმეს ისე მოეკეცი, შენ რომ არ მოგეწონებოდა, აი მას იტყვი, რომ დღეს მე ვიღაცას დავცინე. დღეს მე ვიღაცაზე უკეთესი მეგონა ჩემი თავი. დღეს მე ვიღაც მოვატყუე, ვიღაცას უხეშად მივმართე, ან სხვა ამგვარი, რაც იქნება მოკლედ რა. აი ეგ იქნება აღსარება და მე მეორე დღესაც იგივეს გაკეთებ. ეგ ნიშნავს, რომ იმ დღეს შენი გულის ბაღს ათვალიერებდი. რამე ჭია ხო არ შეიპარა და ხო არ აფუჭებს იქ რამეს. და თუ ყოველ დღე მაგას გააკეთებ, ეგ ნიშნავს, რომ შენ შრომობ აი ამ შენი გულის ბაღში. და კვირის ბოლოს უკვე აღარ დაგჭირდება ფურცლის ნაგლეჯების ძებნა საკვირაო სკოლაში, რომ აი აქ მოდი ჩემი ისინი დავწერ, რა უნდა გაიხსენო იმ 5 წუთში. ეს ძალიან ზედაპირული იქნება. ეგ ნიშნავს, რომ შენ ბაღს შორიდან გადახედო და თუ რამე ისეთია უხეშად ის შეამჩნიო. იქ პატარ-პატარ რაღაცებს ხო ვერ შეამჩნიო.